ლამა საიდან კითხულობთ ამ ტექსტებს? მე iPad-ი მაქვს, იმიტომ რომ სკოლიოზი მაქვს და ბევრი მოგზაურობის დროს მჭირდება სუბუქად რომ ვიმოგზაუროს, რომ ჩემ წიგნებს თან ვერ ვატარებ. და ბოლო რამდენიმე წელია ან დიდ ტელეფონს ვიყენებ, დიდი ზომის ტელეფონს ან iPad-ს და შემიძლია ყველა ტექსტი თან მქონდეს, გარდა იმ ტექსტებისა, რომელიც რიმპოშემ ხელით დაწერილი ტექსტებისა, რომელიც რიმპოშემ მომცა. მაგრამ მოვა დრო, რომ ვეცდები ისინი ციფრულ ფორმატში გადავიტანო. მოდი დავიწყოთ. შენი მარჯვენა ხელი, ბოდისიტა, ფავო, დაგა, მამრობითი ასპექტი. შენი მარცხენა ხელი, შუნიათა, სიცარიელე, ღიაობა, ქალური საწყისი. შეერთე ისინი და მათ კავშირს მიუთითებს ეს. აი, ყოველთვის, როდესაც ამას გააკეთებთ, გაგახსენდებათ. Sheresinge bardushin labde, denamabzan tatatusum chi. Zogchen jupe lamala solo deb. Ergin pema junila solo deb. Dorji chang titulu narodang. Marpa mila gompo tatapa. Na pupadang palden drupa suk kargilamanam la solwa de o chen lamanam la solwa de dru chen lamanam la solwa de Kaginwari lamanam la solwa deb. Shakya lamanam la solwa deb. Nyendudang yundran lamanam la solwa deb. Palkondu jangdang yerme pa. Gun garab dorjishin trakpa Jetidang nisume pai Palamanam jetente chong. Okay. კარგი, სანამ დავიწყოთ, შეგიძლია აი ეს კამერა ოდნავ გაწია, რომ კარგად დავინახო, ვინც უკან ზის. ნიშნულოვანია, რომ კარგად ვხედავდეთ ერთმანეთს. რომ შევძლოთ, ხო იცი რასაც ვგულისხმობ. ტრანსმისია. ამ ტექსტში ბევრი სხვადასხვა მეთოდია ახსნილი, მაგრამ ეს ტექსტი მეთოდებზე არ არის. ტექსტები მხოლოდ ხელსაწყოებია. ტექსტის არსი, მთავარი არსი არის, რომ იპოვოთ შუალედი მედიტაციაში და ცხოვრებაში. შუალედი რადიკალურ ექსტრემებს შორის. გაითავისეთ ეს, იმიტომ რომ ხერხები მხოლოდ ფრაგმენტია სწავლების. ძალიან ბევრი სხვადასხვა ხერხი გვაქვს. აი მაგალითად, როდესაც თიც, აი აქ მიიჭერთ, თქვენი ფიქრები თუ ძალიან აჩქარებულია, მათ ასე ვთქვათ დააბლაგვებს. შეგიძლიათ ეს ხერხი გამოიყენოთ. სცადეთ. გრძნობთ, როგორ ოდნავ ბუნდოვანი ხდება ფიქრები. მარჯვენა ხელი უნდა გამოვიყენოთ, ლამა? არა, არ აქვს მნიშვნელობა. ეს ყველაფერი არის სხვადასხვა ხერხები, მეტი არაფერი. აი მაგალითად, როდესაც გინდათ რომ ფიქრების დინება შეანელოთ, დახარეთ
თავი ქვემოთ. როდესაც გინდათ გააქტიუროთ, აწიეთ თავი მაღლა. მე ახლა აა ვაჭარბებ, რა თქმა უნდა, ესე ძალიან არ უნდა დახაროთ, ანაწიოთ თავი. მხოლოდ ხერხებს ნუ დარჩებთ. აი წარმოიდგინეთ, რომ არის კარი, მაგრამ უცნაური ფორმის კარია. უნდა მოვიხერხოთ გასვლამაში, გაძრომა. ან ესე, ან ისე. მაგრამ როდესაც გაძვრებით, გახვალთ ამ კარში, რომელიც გარეთ გადის, არა აქვს მნიშვნელობა, როგორ გახვედით ამ კარში, როგორ გაიარეთ. იმიტომ რომ უკვე გარეთ ხართ. მაგრამ არ მინდა რომ ისი ფიქრობთ, რომ მეთოდები უმნიშვნელოა. არ ჩავარდეთ მეორე უკიდურესობაში. არის აქ ვინმე, ვინც ნუნდროს აკეთებს ახლა? არა, მაშინ არიან აქ ვინც გააკეთა ნუნდრო? რატომ აკეთებდით ნუნდროს? რომ დავემთავრებინა. ეგ არასწორი პასუხია. მე ლამა მივხვდი, რომ ვერასოდეს დავამთავრებდი. ეგ უკეთესია. თუ აკეთებთ ნუნდროს იმისათვის, რომ ის გააკეთოთ და დაასრულოთ, ეგ არასწორი მიდგომაა. ნუნდროს უნდა აკეთებდეთ თვითონ ნუნდროს პრაქტიკისათვის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ დაამთავროთ. როგორც მაგალითად ძალიან კარგი ძვირფასი ღვინის ბოთლი, თქვენ კიდათ ბოლო ჭიქის დალევა, ხო? ასევე ნებისმიერი მეთოდი. მეთოდს უნდა აკეთებდეთ თვითონ კეთების გამო და არა იმიტომ, რომ მოიშოროთ, გააკეთოთ ეს მეთოდები, რომ შემდეგ რამეს სხვაზე გადახვიდეთ. იმიტომ, რომ არ იმუშავებს. თუ რაღაცისთვის აკეთებთ. არა, ეს მეთოდები უნდა გამოიყენოთ, ეს მედიტაციური პრაქტიკები უნდა გამოცადოთ თვითონ იმისათვის, რომ გაიგოთ რა გამოცდილებას მოგცემენ ისინი. მე პირველი ნუნდრა რომ გავაკეთე, მივედი მასწავლებლთან, უთხარი დავამთავრე, მომეცი ახლა კარგი სწავლებები, თქო. შემხედა ესე სინანულით, უი, არ იმუშავა ნუნდრობ შენზე. ხელმეორედ გააკეთეო. მაგდომ რინპოშემ მითხრა, ასე, სიბრალულით. ძალიან საყვარლად იცოდა ხოლმე სახის გამომეტყველება ეს შექმნა. ანუ მთელი ეს მეთოდები გულაღმა მიწას ეწოლა და ცის ჭვრეტა ან ჰორიზონტზე სივრცის ცის ყურება, როდესაც მზე თქვენს უკან არის. ან პირით სუნთქვა ცხვირის ჩაკეტვის გარეშე. სხვათა შორის ძალიან ბევრი გაურკვევლობა არის აი ამ სუნთქვის ირგვლივ. ბევრი იმეილი მომსვლია სტუდენტებისაგან, როდესაც მწერენ, რომ მხოლოდ პირით უნდა ისუნთქონ, როგორ უნდა ისუნთქონ. გიმეორებთ. ცხვირი არ უნდა იყოს ჩაკეტილი, მაგრამ ძირითადად პირით უნდა ისუნთქოთ. იგრძენით, რომ პირით სუნთქოთ, მაგრამ არ გამოიწვიოთ ცხვირის ჩაკეტვა. ეს არც ტექსტში არ წერია. ამას ეს ზეპირად ვასწავლით ხოლმე. ბევრ მასწავლებელს დაუცინია სტუდენტისათვის, იმიტომ ბევრი სტუდენტი, რომელიც წიგნიდან სწავლობს ან ტექსტიდან სწავლობს, ამას არასწორად იგებს. ამიტომ არის, რომ მხოლოდ ტექსტიდან ვერ ისწავლით. ყველაფერი არ არის მოცემული ტექსტში. ბოდიში იმასთან, ვისაც მხოლოდ ტექსტიდან უნდა და პრაქტიკის სწავლა. მე დარწმუნებული ვარ, მე შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლია ნახო სხვა ლამა, ვინც ალბათ სხვანაირად ფიქრობს. ძალიან ბევრი სხვა და სხვა ლამა ყავს, სხვადასხვა ხასიათის. არ არის კარგი, როდესაც იპოვით ლამას, მასწავლებელს,
რომელიც ზუსტად თქვენ გესაუბრებათ, რომელიც თქვენ გერგებათ, ან რომელსაც თქვენ ერგებით. თუმცა ეს არ გეცოდინებათ თავიდანვე. მაგალითად, ერთ-ერთი ჩემი მასწავლებელი მე ნაჯახით გამომეკიდა. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ქოხის სახურავზე ავძვერი, სანამ ის დამშვიდდა. მაგრამ ახლა რომ ვიგონებ, ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მართლა შესანიშნავი მასწავლებელი იყო. შეიძლება ზოგიერთი მისი სტუდენტი არ დამეთანხმოს, იმიტომ რომ ბევრი სტუდენტი ვერ უძლებდა მას. უმეტესობა ვერ უძლებდა, მაგრამ იმ სტუდენტებისაგან მასთან დარჩნენ, ზოგიერთი მართლა ძალიან კარგი პრაქტიკოსი დადგა. ზოგიერთი ამას აღიარებს, ზოგიერთი არა. მაგრამ ეს ყველაფერია, ესენი ამბებია, სხვადასხვა ამბებია. და თითოეულ ჩვენთაგანს სჭირდება ეს ამბები, ეს ისტორიები. მაგრამ არ დაიჯეროთ, რომ აი ეს ისტორია, რასაც თქვენ თავს უყვებით სხვადასხვა მოვლენებზე, არ იმოხდა ზუსტად ისე თუ არა. მე წლები დამჭირდა გამეგო, რატომ იქცეოდა ჩემი მასწავლებელი ასე ან ისე. აი მაგალითად, რატომ არ მაძლევდა ტექსტს, რომელიც უკვე გადათარგმნილი იყო ინგლისურად და მაიძულებდა ტექსტის გარეშე გადამეთარგმნა ტიბეტურიდან მისი სწავლების დროს, რაც ძალიან მიჭირდა თავიდან. და თავს ვირცხვენდი ხოლმე ამ სწავლებების დროს. დღემდე ვერ ვიგებ, რატომ არ მაძლევდა ამ ტექსტს, იმიტომ რომ არსებობდა ეს ინგლისური თარგმანი უკვე. ვერასოდეს გავიგებ, ასევე თქვენც ვერასოდეს გაიგებთ. რას გულისხმობდა თქვენი მასწავლებელი? გურუს იოგაში ეს პრაქტიკა, რომელიც მე აგიხსენით პირველ სესიაში, გაქვთ თავისუფლება მოიგონოთ ეს ისტორია, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ. შეგიძლიათ მასწავლებელი ისე წარმოიდგინოთ, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ. მე პირადად ბევრი სხვადასხვა ისტორია მოვიგონე, რატომ დამზადდა ჩემი ჩოდის მასწავლებელი ნაჯახით. ლამა, იქნებ ჩოდს აკეთებდა და თქვენ დემონად დაგინახათ? ვინ იცის? ან იქნებ იმიტომ, რომ შემისწრო მის ცოლთან? არ ვიცი, ფიქრობ წესით არ უნდა გაბრაზებულიყო და მასთან უკვე ნამყოფი ვიყავი და რატომ უნდა გაბრაზებულიყო თუ მის ცოლთანაც ვიქნებოდი? არა მგონია. მაგრამ არასოდეს მეცოდინება და არავინ იცის. იმიტომ რომ ეს ისტორია. ასე რომ ეს მოვლენები, რომლებიც ხდება, იმიტომ რომ მოწმეები იყვნენ სხვა ადამიანები შეესწენ ამას, თქვენ შეგიძლიათ ეს მოყვეთ ასე ან ისე. ზოგიერთი მისი სტუდენტი ფიქრობდა ის უბრალოდ გიჟი იყო. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ამას. მისი ბოლო წლები მან მონასტერის სახურავზე გაატარა, საიდანაც ქვებს ესროდა გამვლელებს, ვინც ახლოს მივიდოდა ამ მონასტერთან. ბერებმა შეუსრულეს ეს თხოვნა, იმიტომ რომ მოითხოვა მას, რომ სახურავზე უნდოდა ცხოვრება და ბოლო თვეები იქ გაატარა და იქვე გარდაიცვალა. ხვდებით რას მიგითითებთ, რომ ეს მოვლენები, რაც გახსოვთ, არასოდეს გეცოდინებათ თუ ისინი ზუსტად ისე მოხდა, როგორც თქვენ უყვებით ამას. მაგრამ ეს თავისუფლება, თქვენი თავისუფლება შეგიძლია კრეატიულად გამოიყენოთ, რომ ხელახლა გადაწეროთ ეს ისტორიები, რომელსაც საკუთარ თავს უყვებით. აი მაგალითად თუ
ისე განიცადეთ რა, მე მოვლენ რომელიც დაგამახსოვრდა ცუდად. აი მაგალითად მე რომ მეგრძნო თავი, რომ მსხვერპლი მაშინ როდესაც მსხვერპლად როდესაც ჩემი მასწავლებელი მომსდევდა, რა შემიძლია გავაკეთო? ჩემ რეზიგის პრაქტიკა. ვებსაიტზე მაქვს ეს სადანა ახსნილი. ეს არის პრაქტიკა გელუგპას სკოლიდან ჩენრესიგის რომლის დროსაც თქვენს გულში წარმოიდგენთ 1000 ფურცლიან ლოტოს, რომელიც ტრიალებს თქვენს გულის ცენტრში, როდის თან ამ დროს თქვენ მანის მანტრას მღერით და ის ასე ვთქვათ უშვებს ლოცვას თითოეულ აი ამ ლოტოსის თითოეული ფურცლიდან გამოდის სინათლის სხივი, რომელსაც შეუძლია წარსულის დროის გადაკვეთა, ასე ვთქვათ. თქვენ შეგიძლიათ ეს პრაქტიკა გამოიყენოთ, რომ თქვენ თავს წარსულში გაუგზავნოთ აი ეს ლოცვა და შესაბამისად შეცვალოთ ისტორია, რომელიც გახსოვთ. მე ვთქვი დროს გადაკვეთას, მაგრამ არ გაიგოთ დრო როგორც სწორხაზოვანი. დრო არ არის სწორხაზოვანი. გამოიყენეთ ეს. ლამა შეიძლება ეს გამოვიყენოთ, მაშინ როდესაც სინანულის შეგრძნება გვაქვს, რაიმე საქციელის ჩადენის გამო. კი, ან როდესაც თქვენზე იძალათ ეს მაგალითად, შეგიძლიათ გააკეთოთ ეს პრაქტიკა და გაუგზავნოთ საკუთარ თავს აი იმ დროში აი ეს დალოცვა. სინანულს რაც შეეხება, სინანული ამ პრაქტიკის შემდეგ შეიძლება გახდეს გაკვეთილი. რა არის სინანული? იმის გააზრება, რომ რაღაც გააკეთეთ, რამაც არ იმუშავა. შესაბამისად, სინანული შეიძლება გახდეს დარმული გაკვეთილი. ასევე მაგალითად ვაჯრასატვას პრაქტიკის დროს. როდეს ვაჯრასატვას სადანოს დროს თქვენ აღიარებთ თქვენ საქციელს, ინანიებთ. აქ მთავარი არის იმის გააზრება, რომ რაღაცა არ იმოქმედა, არ იმუშავა, რაც გააკეთეთ, არ უნდა გაგაკეთებინათ, მაგრამ ასევე განავითაროთ იმისი უნარი, რომ ასე არ მოიქცეთ მომავალში, არ გაიმეოროთ იგივე ქმედება და შეცდომა. ლამა თუ ის ადამიანი, ვის მიმართაც სინანული შეგრძნება გვაქვს გარდაიცვალა, რა უნდა ვქნათ? თუ გარდაიცვალა, ვერაფერს იზამ, მაგრამ გადაწყვეტ, ასე ვთქვათ, გამოიმუშავებთ იმის უნარს, რომ შემდეგში სხვა ადამიანთან არ მოიქცეთ ასე. სინანულის შეგრძნება თუ გაქვს, ნიშნავს, რომ უკვე გაიაზრე, რომ ეს არ იყო საუკეთესი საქციელი იმ კონტექსტში, იმ კონკრეტულ შემთხვევაში. ესე იგი, შეცდომა უკვე გააზრებული გაქვთ. ამის შემდეგ, თუ გაქვთ ეს გააზრებული, მაშინ გააკეთეთ ვაჯრასატვას პრაქტიკა. წარმოიდგინეთ ვაჯრასატვა იაბიუმის ფორმაში, ანუ კავშირის ფორმაში. წარმოიდგეთ მას თქვენ თავზე. ეს პრაქტიკაც ახსნილი მაქვს, შეგიძლიათ ჩემ გვერდზე ნახოთ. მოდი მაგალითით გეტყვით. ჩემი ცხოვრებიდან. გამახსენდა. ერთხელ ზღვის სანაპიროზე არსებულ გამოქვაბულში წავიყვანე ჩემი იმდროინდელი შეყვარებული. ანუ ახალი გაცნობილი გვყავდა ერთმანეთი და დავპატიჟე აი ამ რომანტიკულ ღამისთვის. მაგრამ რა მოხდა, სავსე მთვარე იყო, სხვა აიწია, ზღვის მოქცევა იყო და რომანტიკული საღამოს ნაცვლად ტერორი
ძალიან საშიში ღამე იყო ამ კაცისათვის, იმიტომ რომ რეალურად ძალიან შეეშინა, მე მომიწია მისი დამშვიდება, იმიტომ რომ ეგონა რომ მოკვდებოდა, დაიხრჩებოდა, მე მეუბნებოდი ნუ გეშინია, იმიტომ რომ წყალი ქონდა მკერდამდე, სიმაღლე იყო, ეს იყო სადღაც საბერძნეთში. მას შემდეგ ეს კაცი აღარ გამომხმაურები, ალბათ ან ეშინოდა ჩემი, ან შერცხვა თავისი საქციელის. მაგრამ აი რა გაკვეთილი მივიღე აქედან, რომ თუ სანაპიროზე არის მხოლოდ ქვიშა, არ არის ნაფეხური, ანუ როგორ არის გლუვი ქვიშა, ესე იგი წყალმა გაასწორა, ხო? თუ არის სავსე მთვარე, არ შევალ გამოქვაბულში, თან რომელიც უყურებს ზღვას და არ აქვს სხვა გამოსავალი. ანუ მე როგორ გავიგე ეს ამბავი, ის კი არა რომ არ უნდა მყავდეს შეყვარებული, არამედ არ უნდა წავიყვანო ჩემი შეყვარებული ისეთ ადგილას სავსე მთვარის დროს, როდესაც და შევიყვანო გამოქვაბულში, რომელიც შეიძლება დაიტბოროს. და ეს ვისწავლე. და ასევე მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ არასოდეს არ გამეორებინა ასეთი საქციელი. ანუ აი ამ მნიშვნელოვანია რომ თქვენ თავს ელაპარაკოთ. ანუ ვიმეორებ, ეს ის კი არ არის რომ არ უნდა მყავდეს შეყვარებული, ან არ ვარგი ვარ არავისთვის. არა. სწორი გაკვეთილი უნდა მიიღოთ აი ამ გამოცდილებისაგან. ვაჯრასატოს ეს მეთოდი მხოლოდ იმუშავებს თქვენ შეცდომებზე, ისეთ მდგომარეობებს, ესე თქვენ გააკეთეთ რაღაცა, რაც შეცდომა იყო. ეს არ იმუშავებს მაგალითად იმ შემთხვევაში, რომ გავიგო რატომ დავსედო ჩემი ჩოდის მასწავლებელი ნაჯახით. მაგ შემთხვევაში უნდა ვიფიქრო, რა დარმული გაკვეთილის მიღება შემიძლია აი ამ გამოცდილებისგან. რა შეიძლება ვისწავლო ისეთი, რაც ჩემი პრაქტიკისათვის იქნება კარგი. და რა ვისწავლე ამ შემთხვევისგან, ის რომ ვერასოდეს გავიგებ რა განზრახვა ქონდა ჩემ მასწავლებელს. ეს მათზე არ არის. სტუდენტზეა დამოკიდებული თუ რა გაკვეთილს მიიღებენ ისინი ლამას გაკვეთილიდან, სწავლებიდან, ქმედებიდან. შეიძლება შეცდებით იმის გარკვევას თუ რატომ იქცევა თქვენი მასწავლე ასე თუ ისე. არამედ დაფიქრდით იმაზე, თქვენ რისი სწავლა შეგიძლიათ ამისგან. ასევე არ უნდა მოახდინოთ იმის ინტერპრეტაცია თუ როგორია თქვენი მასწავლებელი, ან როგორია სხვა ადამიანი იქიდან გამომდინარე როგორ იქცევიან ისინი. არამედ ყოველთვის დაფიქრდით თქვენ როგორ რეაგირებას ახდენთ, თქვენ რისი სწავლა შეგიძლიათ. დაანებეთ თავი იმის ინტერპრეტაციის კეთებას თუ რატომ აკეთებენ სხვა ადამიანები რაღაცას, რატომ გექცევათ თქვენი ლამა ასე თუ ისე. ჯობია ყურადღება მიაპყროთ თქვენ რეაქციას. აი ამის დროს, როდესაც ჩემი ჩოდის მასწავლებელი ნაჯახით დამსდებდა და მე შემდეგ ქოხის სახურავზე ვიყავი, სანამ ის დამშვიდებოდა, მაგ პერიოდში არ დავიწყე ინტერპრეტირება იმისი, ან ფიქრი იმისი თუ რატომ, რა განზრახვით დამსდებდა ჩემი მასწავლებელი მოსაკლავად. მაგრამ მივიღე გაკვეთილი, რომ ყურადღება მიმექცია ჩემი რეაქციებისათვის. მაგრამ აი ეს გააზრება მაშინ მქონდა, თუ
დროის შემდეგ, როდესაც შენ რეზიკის პრაქტიკას ვაკეთებდი და აი წარსულში ვგზავნიდი, ჩემ თავს წარსულში ვუგზავნიდი, აი ამ მადლს, იქნებ მაგ პრაქტიკის შემდეგ გადავიაზრე ეს ამბავი, ასე ვთქვათ, სხვანაირად მოუყევი საკუთარ თავს, არა სოდეს კვეცოდინება. ლამა, იქნებ ისაუბროთ განსხვავებაზე ჩემ რეზიკის პრაქტიკას და ემოციებთან მუშაობის პრაქტიკას შორის. აი მაგალითად, სინანულის შეგრძნება უფრო მიესადაგება ჩემ რეზიკს და ვაჯრასატვას, იმიტომ რომ მაგ დროს ჩემი წარსულში არსებულ აღქმის შეცვლას ვცდილობ. შენ რეზიკი არა მხოლოდ სინანულისთვის არის კარგი პრაქტიკა, მაგრამ მაგალითად შემთხვევისათვის, როდესაც წარსულში იყავით სუსტი. აი მაგალითად 12 წელს ვიყავი, როდესაც მცირეწლოვანების ციხეში მომიწია რაღაცა პერიოდის დროის გატარება და იქ მოხდა ისეთი რაღაცეები, რაც შემდეგ, როდესაც გავიზარდე, ბევრი ტრავმული გამოცდილება მივიღე და როდესაც პრაქტიკა დავიწყე, შემდეგ მომიწია აი ამ წარსულის მოგონებებზე, კონკრეტულად ლამა იეშესთან მუშაობის დროს მომიწია წარსულში წასვლა და აი ამის გამოსწორება. ლამა იეშე იყო, ვინც ეს მასწავლა. იქ ისეთი რაღაცები მოხდა, რომ ამ მცირეწლოვანების ციხეში, რომ სრულიად დავკარგე ბოდიჩიტა. მას შემდეგ მე თინეიჯერო ვიყავი, ფაქტიურად კაცის მკვლელი ვიყავი, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი. ძალიან ბევრი კრიმინალი ან ადამიანი რეალურად 17 წელს ვიყავი, როდესაც ქუჩაში ვცხოვრობდი და ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ქუჩაში არავინ მეკარებოდა, იმიტომ ისეთი ასე თქვათ ავის მომასწავლებელი შეშლილი სახე მქონდა. რატომ გიზიარებთ ამას, რომ ძალიან ბევრი იქნება ეს ტრამვული გამოცდილება, იქნება ეს ბოდიჩიტის დაკარგვა, იქნება ეს ყველაფერი შეიძლება შეცვალოთ თქვენ პრაქტიკით, სწორი პრაქტიკით. გააღვიძოთ ბოდიჩიტა და ასე შემდეგ. დანაშაულის შეგრძნებაზე რა გავაკეთოთ? შენი დანაშაულის შეგრძნებაზე შეგიძლია ვაჯრასატვა გააკეთო, მაგრამ სხვებისთვის ამას ვერ გააკეთებთ. თუ გთხოვს ვიღაცა, რომ მათთვის გავაკეთოთ პრაქტიკა, მიასწავლეთ მასწავლებლისაკენ მიუთითეთ, მიასწავლეთ როგორ იპოვოს ან ნახოს მასწავლებელი და შემდეგ აი ეს რაც შეგიძლია გააკეთოთ. თქვენ ძალით ვერავის ვერ წაიყვანთ. თუმცა ბევრ თქვენთაგანს გექნებათ ამისი მიდრეკილება, რომ თქვენ ოჯახის წევრები ან თქვენი მეგობრები მასწავლებელთან წაიყვანოთ. მაგრამ ძალიან თქვენ მოახოვთ ნურავის. მათ უნდა გთხოვონ და თქვენ უნდა მიუთითოთ მასწავლებლისაგან. ყურით ნურავის წაიყვანთ მასწავლებელთან და დარმასში ნუ მოიყვანთ. ლამა თქვენ ამბობთ ესე იგი რომ რაღაცის ასე ვთქვათ მოსანანიებლად ვაჯრასატვა არის კარგი. კი, ჩენრეზიგი კი კარგია წარსულში მომხდარი მოვლენების აღქმის შესაცვლელად. იმიტომ რომ ჩენრეზიგის პრაქტიკა დროის მიღმა ბოდიჩიტას უკავშირდება.
შენრეს იგი ზოგადად არის ბოდიჩიტეს პერსონიფიცირება. ის გეხმარება თქვენი გულის ჩაკრის გახსნაში. თქვენ შეგიძლიათ შენრესიგის პრაქტიკის დროს ის ყველა ის არსება, არა მხოლოდ ადამიანი, არამედ არსებები, ვინც აი ამ მოვლენაში მონაწილეობდა დალოცოთ თქვენ შენრესიგის პრაქტიკით. მინდა აგიხსნათ, როგორი გამოიყურება ჩაკრა. ზოგიერთს გონია, რომ ის ბორბალია, ასე თქვათ, ბრტყელი ბორბალი. მოდით გაჩვენებთ. ახალია და ხელიდან მისხლდება ჩემი არტიტისტით. აი, ასე გამოიყურება ჩაკრა. მრგვალია, მაგრამ მაგრამ წარმოიდგინეთ ასეთივე მრგვალი, რომ იყოს ზემოდან, ანუ ორივე მხარეს. როგორ და დონატს გავს ლამა? კი, ოღონდ ორი დონატი უნდა იყოს ერთმანეთზე. და წარმოიდგინეთ, ანუ ჩაკრებიდან გამოდის, აი როგორც ასე თქვათ, დაკლაკნილი სინათლის სხივები, ოღონდ სხივსო შეეძლოს ასე თქვათ, არასწორი იყოს, არამედ ტალღოვანი. აი ესე გამოდის ენერგო არხები. და პრაქტიკის დროს, შენრესიგის დროს, როდესაც გულში გაქვთ წარმოდგენილი ეს 1000 ფურცლოვანი ლოტუსი, წარმოიდგენთ, რომ თქვენი გულის ჩაკრიდან გამოდის ამ მრავალგანზომილი, ასე ვთქვათ, სფეროდან გამოდის უამრავი ტალღოვანი სხივი. და როდესაც ათასობით ეს ტალღოვანი სხივები გამოდიან და როდესაც ერთ-ერთი სხივი შეეხება სხვა არსებას, მათ გულშიც აღვიძებს ლოტუსი იშლება და ის ლოტუსიც იწყებს ათასობით ამ ტალღოვანი სხივის გამოშვებას, რომლებიც სხვა არსებებს არგებენ. ესეც შენრესიგის სადანა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ არ იცით, გთხოვთ ისწავლეთ, დაგეხმარებათ. ეს უნდა გქონდეთ თქვენ როგორც ხელსაწყოებში და გამოიყენოთ მაშინ, როდესაც ეს პრაქტიკა გჭირდებათ. ბოდიჩიტეს გასაღვიძებლად ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი პრაქტიკაა. ლამა ერთხელ მე გამოვიყენე შენრესიგის პრაქტიკა და ძალიან დამეხმარა. მე ახლა სრულად არ აგიხსენით ეს შენრესიგის პრაქტიკა, მაგრამ ჩემ ვებგვერდზე ნახავთ. ძალიან კარგი პრაქტიკაა, იმიტომ რომ არ აქვს სიტყვები. ბევრ სადანაში, თითქმის ყველა სადანაში თქვენ ტიბეტურად უნდა დაიმღეროთ, ხომ? მაგრამ ლამა იეშემ ეს პრაქტიკა სპეციალურად დასავლეთში მცხოვრები სტუდენტებისათვის ასე ვთქვათ გაამარტივა. და მაშინ მითხრა, რომ არ არის საჭირო, რომ ტიბეტურად იმღერო, მთავარია, რომ ვიზუალიზაცია გააკეთო. სად არის ეს სადანა ლამა? ჩემს ვებგვერდზე არის და ქვია შენრესიგის 1000 ხელიანი შენრესიგის პრაქტიკა. ლამა ასევე არის ტექსტიც თქვენ ვებსაიტზე და ვიდეო სწავლება ცოპემადან. აი აქ არის ჩემი ახალი საიტის მისამართი და ასევე დანას მისამართი.
ძველი საიტი დავხურეთ, მაგრამ ახალი გვაქვს ახლა. ჩემი მოხალისეები მყავს, რომლებიც მეხმარებიან ჩემი სტუდენტები ახალი ვებგვერდისათვის. დავუბრუნდეთ უკან სწავლებას. მე ვცდილობ გაგაგებინოთ თქვენ, რომ არის მეთოდი და არსებობს სიბრძნე. შუნიატა და ბოდიჩიტა, რომლებიც როდესაც ერთმანეთში ერთდება, მაშინ გამოიღებენ ნაყოფს. ანუ ნახევარი საათია ვსაუბრობ, რომ მეთოდი არაფერია, მოგატყუეთ. მეთოდი არის ერთი მხარე, ისევე როგორც სიბრძნე არის მეორე მხარე. როდესაც აი ამ რომელიმე პრაქტიკას ასრულებთ, გულით შეასრულეთ. ნუ მიუდგებით მას ისე, რომ აი მოიშოროთ, დაამთავროთ, იმიტომ რომ ამ პრაქტიკის შემდეგ, რასაც მოგცემენ, ის გააკეთონ. ასევე როდესაც დაასრულებთ, ან ნუ დროს, ან რაიმე პრაქტიკას, მართლა დაასრულეთ და გაუშვეთ ეს. ნუ შეინახავთ ბოლო ჭიქა ღვინოს, იმიტომ რომ ის აძმარდება. ისევ მიგიცითებთ აი ამ შუალედისაგან. თქვენ ლამა რო ამბობთ ნუ დროს, მივხვდი რომ მე მგონი ნუ დროს ვერასოდეს დავამთავრებ. ფაჯრაკილაიას პურბას პრაქტიკასაც ვაკეთებ. და დაასრულე ნუ დრო. ხო, მაგრამ ლამა ეს ხომ რიცხვებზე არ არის. რიცხვებზე არ არის, მაგრამ თქვენ შეგიძლია შენ გადაწყვიტო, რომ აი ამდენს გავაკეთებ, რამდენი ხნის განმავლობაში გავაკეთებ. ანუ გააკეთეთ მანამ სანამ იგრძნო რომ ის დასრულდა თქვენთვის. შეიძლება რაღაც დრო გავიდეს და მე ისევ მოგინდეს ამ ნუნდროს გაკეთება. ვინც ნუნდროს ჩემთან აკეთებს ნუნდროს მათ რიცხვებზე ანუ რიცხვებს არ ვაძლევ რამდენი პროსტრაცია უნდა გააკეთოს ან ასე შემდეგ. მე ლამა თქვენ ნუნდროს სწავლების დროს გაგიცანით, ზუსტად ამ კითხვას გისვამდით, რომ უნდა რამდენი 100,000 პროსტრაცია უნდა გავაკეთო და მაშინ თქვენ მითხარით, რომ ეს ყველაფერი რიცხვებზე არ იყო. სწორად გამიგე. მე როცა გავაკეთე ნუნდრო, ჩემი პირველი და მეორე ნუნდროც ორივე იყო დაგროვებაზე და მქონდა ის რიცხვები, რამდენიც უნდა დამეგრავებინა. მაშინ მე ეს მჭირდებოდა. ნუ უარყოფთ აი ამ მეთოდს, რომ ზოგიერთ ადამიანს ეს ძალიან მჭირდება. მე მჭირდებოდა მაშინ თავის დროზე. როგორ უნდა შევიგრძნოთ, რომ ნუნდრო დასრულდა? მაშინ, როდესაც პრაქტიკის დროს შეგიძლიათ მოშვება, მოდუნება და ის პრაქტიკაც არის და არც არის პრაქტიკა. იგივე შეგიძლიათ თქვათ ტანტრული პრაქტიკის დროს, კი, ზუსტად ეს არის, როდესაც ასრულებ და თან არ ასრულებ. აი მაშინ ნიშნავს, რომ ის შესრულებულია. ასე რომ ათასობით მეთოდია. აი მაგალითად ნორბუ რინპოშეს ზოგიერთ სტუდენტს სტუდენტს ესეთი ცუდი შემთხვევა ჰქონდათ. მათ ეგონათ, რომ ყველა პრაქტიკა, რაც ლამამ აუხსნა და ასწავლა, ყველა უნდა გაეკეთებინათ, რაც შეუძლებელია. ნორბუ რინპოშე
ათასობით პრაქტიკას ასწავლი და თავის სულდებს უამრავი სწავლება ჩამოიტანა, მაგრამ რომ მოინდომო ყველას ერთ-ერთ პრაქტიკა, ეს შეუძლებელია და არც არის სასურველი. მოდი ტექსტ დავუბრუნდეთ და თან დაყოლილი თვით ჭვრეტის მედიტაცია. აგიხსენით ხომ რა არის რიგპა? რიგპა არის მჭვრეტელი, რომ თვით მჭვრეტელი. მე აგიხსენით, რომ ეს არ არის რაღაცა გარეთ, სადღაც შემაღლებული, მაგრამ ეს არის თქვენივე თვითცნობადობა, ის, რაც თქვენი თვალებიდან იყურება. ეს არის იგივე, რაც იყო, როდესაც თქვენ 2 წლის იყავით გუშინ. რა იცვლება? ანუ თვითონ რიგპა არ შეცვლილა, მაგრამ რა იცვლება და რა შეიცვალა ნამდვილად არის ის, რასაც თქვენ აღიქვავთ. მედიტაციის დროს, როდესაც გექნებათ მომენტი, რომ შეიცნობთ შეიცნობთ რიგპას, რომელიც ყოველთვის ცნობიერია. ამას უწოდებ ჩვენ კატაკს, რომელიც არის უბიწო, სუფთა, დაუბინძურებელი, მას არაფერი ეხება. როგორც სარკე. სარკემ შეიძლება ბევრი რამ აირეკლოს, მაგრამ ეს თვითონ სარკეს არაფერს აკლებს. რიგპა არის, მაგრამ ის რასაც აღიქვამ იცვლება. პრაქტიკის შედეგად ნუ გექნებათ იმისი მოლოდინი, რომ მოვლენები გაქრება და თქვენ უცებ თავს აღმოაჩენთ რაღაცა ესეთ სიცარიელეში. ეს ეგრე არ არის, ეს არის გამოგონილი. იმიტომ რომ სიცარიელე არის ცარიელი, მაგრამ ასევე სავსე. დარმაკაია თავისთავად არის სავსე პირვანდელი სინათლით, სიცხადით. აი ხედავ სივრცეს, ხედავთ ბურთს ჩემ ხელს შორის, ვერაფერს ხედავთ ხო? იმიტომ რომ ეს არის სრულიად გამჭვირვალე. მაგრამ აქ არის სივრცე. აი, როდესაც მე ვაჯრას ავიღებ, თქვენ ხედავთ ამ ვაჯრას, აი ამ სივრცეში. იმიტომ რატო ხედავთ? იმიტომ რომ სინათლეა, სინათლე რომ არ იყოს აქ და სიბნელე რომ იყოს, ვერ დაინახავდით ვერაფერს. ანუ, აქ არ არის თეთრი, შავი, რაიმე ფერის, მაგრამ ეს არის გამჭვირვალე სინათლე. დარმაკაია, ანუ სიცარიელე, არის აი ამ ასეთი გამჭვირვალე სინათლით სავსე. შესაბამისად, როგორ შეგიძლიათ დაუძახოთ სიცარიელეს ცარიელი? იმეორებ სიცარიელე, სავსეა გამჭვირვალე სინათლით. მთელი ეს დიქოტომიები, კარგი და ცუდი. მთელი შენი თანდაყოლილი, ასე ვთქვათ, მიდრეკილებები. ყველას გვაქვს ესეთი მიდრეკილებები, ხო? ძალიან კარგათაც ვიცით ჩვენი მიდრეკილებები, იმიტომ ხშირად მათზე ფეხს წამოვკრავთ ხოლმე. აი მაგალითად ადვილად ბრაზდები, ეჭვიანი ხარ, გაქვს მოთხოვნილება იმის რომ უყვარდე, თავი ყოველთვის მარტო გგონია. ნუ ყველა სხვადასხვა გვაქვს, მაგრამ არის ზოგიერთი უფრო ზოგადი, რაც უფრო ხშირად გვხვდება.
აი მაგალითად ასევე თქვენი კარგი თვისებები, რასაც საკუთარ თავს შენიშნავთ, მაგალითად ინტელექტი, ბრძენი, ახალგაზრდა, მოხუცი, ეს ყველაფერი. როდესაც შეწყვეტ მათ უარყოფას, ან შეწყვეტ მათ, ასე ვთქვათ, მათ საკუთარი თავისგან განდევნას ან ჩაბღაუჭებას, იმიტომ როდესაც რაიმის თავიდან მოცილება გინდათ, თქვენ ენერგიის ინვესტირებას ახდენთ აი ამ მცდელობაში, რომ რაღაცა მოიშოროთ. მაგრამ როდესაც შეეშვებით, რომ საკუთარი თავი შეცვალოთ, საკუთარ თავი გააუმჯობესოთ, თავარი სიბრძნე მწიფდება. რა სახელიც გინდა დაუძახეთ ამას. აი მაგ მომენტში თუ შეწყვეტ საკუთარი თავის შეცვლის მცდელობას და უბრალოდ შეხედავთ, დაინახავთ აი ამ პირვანდელ სისრულეს, სრულყოფილებას. რატომ მოხვედით დარმაში თქვენ? დარწმუნებულად თქვენი უმეტესობა ცდილობს, რომ რაღაცა შეცვალოს, გააუმჯობესოს საკუთარ თავზე. ტიბეტელებს სხვა მიზეზი აქვთ. მათ ეშინიათ სიკვდილის. აქ დასავლეთში უფრო სხვა მიდგომა არის. ბევრი ადამიანი სპირიტუალურ გზას ადგება იმისათვის, რომ უკეთესი გახდეს. იმიტომ რომ ჩვენ დასავლეთში ძალიან აბსორბირებულები ვართ საკუთარი თავით. ანუ თქვენთვის თავარი მითითება არის, რომ შეწყვიტოთ აი ეს მცდელობა, რომ მიაღწიოთ გასხივოსნებას. ეს არის რატომაც გამუდმებით ერთსა და იგივეს გიმეორებთ. გაეშვით, შეეშვით, აცადეთ და დაინახავთ პირვანდელ სისრულეს. აი ამ პროცესში ნურც ერთი რადიკალური მხარისაკენ ნუ გადაიხრებით. ნუც ნიჰილისტი გახდებით, ნუც ეტერნალისტი. ნუ გააღმერთებთ ნუ რაფერს. ნუ იტყვით, ყველაფერი გადასარევია, ყველაფერი მშვენიერია. მინახავს ესეთი ადამიანები სხვათა შორის ბევრი. რომელიც ყველაფერი მშვენიერია, გადასარევია. არა. ნუ მე აქ არის ძალიან საინტერესო მომენტი. კი, არ უნდა ჩავაბღაუჭოთ რაღაცის არ კეთებას, არამედ უბრალოდ ხელი უბრალოდ შეეშვათ, რომ აკეთოთ რაღაცა. არის ძალიან კარგი პრაქტიკა, რომელიც მხოლოდ რიტრიტის პერიოდში შეიძლება გაკეთდეს, მინიმუმ 3 კვირა მჭირდება ხოლმე. ეს უფრო მოკლე ვერსია, არსებობს მოკლე ვერსია ამ რიტრიტის. სხეულის გარე რუშენი ქვია მას, მაგრამ მოკლე ვერსია არ მუშაობს, 3 დღე არ მუშაობს. შეიძლება ერთი ადამიანისთვის კი, მაგრამ ჩემი სტუდენტების უმეტესობისათვის 3 კვირა მაინც გვჭირდება და ვაპირებ რამდენიმე თვიანიც გავაკეთოთ. გარე სხეულის რუშენი. და ვერ დაესწრებით თუ არ დამარწმუნებთ, რომ იმდენად გიჟი არ ხართ და შეგიძლიათ გადაურჩეთ ამ პრაქტიკას.
ძირითადად უბედური შემთხვევები არ ხდება, რამდენიმე თავის ტვინის შერყევა გვქონდა, მაგრამ დიდი არაფერი, ყოველ შემთხვევაში არავინ არ გარდაცვლილა. მაგრამ უნდა დარწმუნებულიყო მეც, უნდა თქვენ დამარწმუნოთ, რომ შეგიძლიათ. ლამა, მე შემომიშვებთ. კი, შენ შემოგიშვებ და მე რაც მოხდება, მე მივხედავ მაგას. სადაკეთებდით ლამა პოლონეთში ძალიან კარგი ადგილი იყო და ასევე კანადაში ერთხელ ბრაზილიაში გავაკეთეთ, ერთხელ ლამაც ულტრიმალიონესთან ტარამანდალაში. კარგი კარგი ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა იყოს სივრცე, უნდა იყოს დიდი სივრცე უნდა იყოს, უნდა ყავდეს ასევე ყავდეს ისეთი დამხმარეები, ვინც იცის თვითონ პრაქტიკა. მაგალითად, მზარეულმა უნდა იცოდეს რა ხდება, უნდა იყოს თვითონ ამ პრაქტიკაში ნამყოფი, თორემ ანუ უცხო ადამიანებს ვერ შემოუშვებ. მაგრამ მაგას არ გასწავლით, ახლა გადავუხვიე. მაგრამ ეს მოვაყოლე იმას, რომ თუ ვერ ახერხებთ აი მდგომარეობაში მისვლას, რომ რა აი კეთება შეწყვიტოთ, აი ეს რუშენი დაგეხმარებათ. უნდა მეთქვა სიტყვა შეინარჩუნეთ, მაგრამ შენარჩუნება ცუდი სიტყვაა. აი როგორც დინარის დინება, რომელიც არ მოითხოვს თქვენგან წყლის ძალით გადაადგილებას. ასევეა აი ეს პრაქტიკა თან ის უნდა გრძელდებოდეს თავისით, როგორც მდინარის დინება. თქვენ უნდა აკეთებდეთ პრაქტიკას ამ მეთოდებს, როგორც მდინარის დინებას. შეიძლება მეთოდები შეცვალოთ, მაგრამ ეს განგრძობითობა, როგორც მდინარის დინება, უნდა შეინარჩუნოთ. შეინარჩუნოთ, ვიმეორებ, ცუდი სიტყვა არის. უნდა მისცეთ საშუალება დინებას იდინოს. ერთი თვის შემდეგ უნდა მომიწვიოთ ისევ. ძალიან გვიხარია ლამა, მადლობა. კი, უნდა მომიწვიოთ, იმიტომ რომ ამ ტექსტს ვერ დავამთავრებ დღეს. ერთი სესიაც გვჭირდება ამისთვის. მაგრამ შეგვიძლია პრაქტიკა უკვე დავიწყოთ. კი, მე 3 მოგეცით, ანუ სწავლება, მაგრამ ვონგი არ მომიცია თქვენთვის. აგვისტოში წასული ვარ, მაგრამ შეგიძლიათ შემდეგ, როდესაც დავბრუნდები, მომიწვიოთ, ეს იქნება მხოლოდ ერთი სესია. სამი სესია არ გვჭირდება. ასე რომ მომიწვიეთ, ერთი დღე გვეყოფა და ვონგს გადმოგცემთ ბოლო სესიაზე. ლამალინა ჩენ რეზიგის პრაქტიკას ისევ და გკითხოთ, სად არის? ეს არის ჩემს ვებგვერდზე და ასევე არსებობს ჯგუფები, სტუდენტური ჯგუფები, რომლებიც ამ პრაქტიკას ასრულებენ. მოდი აგიხსნათ ჩემ დამოკიდებულებას სტუდენტებთან და როგორ ვახერხებ ამდენი სტუდენტთან ერთად მუშაობას. პირველი, მე არ ვარ მონოგამიური, ვიმეორებ. მე თქვენ არ ხართ ჩემი ერთადერთი სტუდენტი, ასევე მე არ უნდა ვიყოთ თქვენი ერთადერთი მასწავლებელი. შესაბამისად, მე ველი, რომ თქვენ სხვა მასწავლებლებისგანაც მიიღებთ სწავლებას. ჩემი ძირეული ან გულის სტუდენტი, სკოლის სხვადასხვა, რომც იყოთ, მაინც მე ველი, რომ მოველი მაგას, რომ თქვენ წახოთ და სხვა მასწავლებლებისგან მიიღებთ სწავლებას. ახლა ჩემი დამოკიდებულება
თქვენი სტუდენტების მიმართ, როგორ ვახერხებ, ასე ვთქვათ, სტუდენტებთან ურთიერთობას. გვაქვს ორი ტიპის ჯგუფები. ერთი არის ჯგუფები, სტუდენტური ჯგუფები, სადაც მე გვხვდებით თქვენ. ეს ჯგუფები არის 50 სტუდენტამდე და თემატურად არის დახარისხებული. არის მაჰამუდრა, არის ტრეკჩო, არის ტადრა, ნუნდრო. ანუ აირჩიეთ აი ეს ჯგუფი, ეს არის სწავლების ჯგუფები, რომელიც ყოველთვიურად იმართება. მაგრამ იმდენი ჯგუფებია, რომ რეალურად ერთხელ ორ თვეში ვახერხებთ შეხვედრას. რეალურად ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ძალიან რთულია ლამებთან ესე პირდაპირ ურთიერთობა. ანუ აი ამ სწავლების ჯგუფებში თქვენ ჩაეწერებთ და შეგიძლიათ მხოლოდ ერთ ჯგუფში ჩაეწეროთ. არ შეიძლება რომ ორ ჯგუფში იყოთ. ეს არის ჯგუფი, სადაც მე შემხვდებით, ასე ვთქვათ, ერთხელ ორ თვეში. ამას გარდა გვაქვს პრაქტიკის ჯგუფები, რომლებიც ყოველკვირად იმართება. კვირის განმავლობაში რამდენიმე სხვადასხვა პრაქტიკა გვაქვს. ამას უფროსი სტუდენტები ახდენენ ამის კოორდინირებას. და რამდენ პრაქტიკის ჯგუფსაც გინდა შევუერთდით. აი მაგალითად, ჩვენ რეზიგი არის კვირაში ორჯერ ჯენთან ერთად. თუ ჩვენ რეზიგის პრაქტიკას ასრულებთ, შეგიძლიათ ტანტრას ჯგუფში შემოხვიდეთ. ტრეკჩო, სამწუხარო ტრეკჩოს ჯგუფებიც სავსეა. ასე რომ შეიძლება რომ სხვა ჯგუფშიც იყოს. მაგალითად, შეიძლება რომ ჯოგჩენსი კითხვა ტანტრაში დამისვათ. ესეთ მკაცრად არ ვყოფ. ამას გარდა გვაქვს ძალიან ბევრი ჩაწერილი სწავლებები. აი მაგალითად, თუ სიზმრის იოგას გინდა შემოუერთდეთ, სანამ შემოუერთდებით ამ ჯგუფს, ნახეთ ეს ვიდეო ჩანაწერები. მაგალითად, თუ გინდა ტანტრას შემოუერთდეთ, ტანტრას ჯგუფს, მაშინ ნახეთ ჩანაწერები კურუკულეს, ვაჯრაკილაიას, ჩვენ რეზიგის პრაქტიკები. რა ჯგუფი თქვით? ტანტრიკების, ტანტრას ჯგუფი. ახლა გვაქვს ცალკე ვაჯრაკილაიას, პურბას ჯგუფი, მაგრამ ის ნელ-ნელა შეუერთდება ტანტრას ჯგუფს. მომავალ წელს დორჯი პადმოს გავაკეთებ, ცოტა ხანი გვექნება მაგისტრის ჯგუფი და მერე ეგენით შეუერთდებიან ტანტრას. ეს არის ძირითადი დანაწილება, ასე ვთქვათ. არ არის აუცილებლობა, რომ შიდა გონების რუშენი კონდეთ გაკეთებული, ანუ რასაც მითითება ქვია, pointing out. არ არის აუცილებელი, რომ ეგ კონდეთ ჩემგან მიღებული, რომ შემოუერთდეთ ჩემი სწავლების ჯგუფებს. შესაბამისად, შეგიძლიათ ჩაეწეროთ ინტერნეტით. მაგრამ არის ჯგუფები, პრაქტიკის ჯგუფები, მაგალითად ემოციებთან მუშაობა, მაგ ჯგუფში შესასვლელად უნდა გქონდეთ რითრითი ჩემთან ემოციებთან მუშაობა გავლილი, ხო? გასაგებია? გასაგებია, როგორ ხდება სტუდენტურ ჯგუფებში შემოსვლა? რეალურად არაფრის კეთება არ გჭირდებათ, მაგრამ სამსარის ბუნებიდან გამომდინარე მე გირჩევთ, რომ პრაქტიკა აიღოთ. ისევ გადავუხვიეთ თემიდან. მაგრამ ეს ამაზე იმიტომ საუბრობ, რომ მინდა კითხვებს უპასუხო აქ ვიდრე იმეილებით. ესე იგი დავბრუნდები აქ და ამ ტექსტს დავასრულებთ მაშინ.
რეალურად მთავარი მითითებები ამ ტექსტიდან უკვე აგიხსენით. კიდევ ერთი. მიაქციეთ ყურადღება თქვენ კარმას. მოუფრთხილდით. თუ ნუ იტყვით, მხოლოდ ნუ იტყვით იმას ინტელექტუალურად ნუ იტყვით, რომ ცუდი კარგი ქმედება ერთი და იგივეა. ნუ მოიტყვევთ თავს. თუ აი იმ მდგომარეობაში არ ხართ, რომ მე შემიძლია დანადაგისოთ თქვენ, არც გეტკინოთ, სანამ თქვენთვის ტკივილია, ხო? მიაქციეთ ყურადღება კარმას. იმიტომ რომ ზოგიერთი თქვენთაგანმა შეიძლება სწავლება არასწორად გაიგოს, ან ზოგიერთ თქვენთაგანს ექნება ეს ნიამები, როდესაც გექნებათ იმის შეგრძნება, რომ ყველაფერი სიცარიელია და კარმა არ არსებობს. გექნებათ ამის შეგრძნება, ფრთხილად იყავით. არ აქვს მნიშვნელობა ის არსებობს თუ არ არსებობს, მაგრამ თქვენ უნდა კარგად უნდა მოექცეთ გულუხვად, კარგად. თქვენთან არავინ შემინიშნავს, ვინც ამას ამბობს, მაგრამ როდესაც რომელიმე ჩემი სტუდენტი აი ამ უკიდურესობაში ვარდება, მაშინ უბრალოდ შემოულაწუნებ ხოლმე და როდესაც ტკივილს აგიხვამებ, იმიტომ რომ ტკივილი არავის მოწონს. მაშინ ამით ასე ვთქვათ მივუთითებ, რომ არ ჩავარდნენ ამ უკიდურესობაში. შეიძლება ტკივილი მოგწონდეთ, მაგრამ როდესაც სხვაები გულს გტკენენ მაგალითად, არ მოგწონთ, არავის მოწონს ეს. რეალურად ყველას აქვს საზღვარი ტკივილის, თვითონ ფიზიკური ტკივილისაც. ანუ რას ვამბობ? სანამ ტკივილს აღიქვამთ, მიაქციეთ ყურადღება თქვენ კარმას, იმიტომ რომ თქვენი ქმედება შეიძლება ტკივილს აყენებდეს სხვას. იმიტომ რომ თქვენი ქმედება, ანუ თქვენ რაც ხართ, აი ეს ნაზავი, თქვენი ქმედებები მე ხა კარმაზე ვრცელ სწავლებას არ მოგცემთ, რომ აი რა საქციელი, რა კარმას იწვევს. არა, მაგრამ აი ერთადერთი დაიმახსოვრეთ ჩემი მთავარი სწავლებიდან გევა და დიქბა. თუ თქვენი საქციელი იწევს შებოჭილობას, სტრესს, იწევს ეს თქვენთვის, თქვენი თავისთვის, ან სხვა ადამიანისთვის, იწევს ამას ახლა, წარსულში თუ გამოიწვევს მომავალში, მაშინ ეს არის დიქბა. უფრო იქნება დიქბა, ანუ წარმოქმნის უარყოფით კარმას. მაგრამ თუ თქვენ ქმედებას მოაქვს თქვენთვის ან სხვებისათვის გულგახსნილობა, მოსვენება, მაშინ ეს წარმოქმნის გევას. მაგრამ ქმედებას გაყევით მომავალში და წარსულშიც. ანუ როდესაც რაღაცას გააკეთებთ, ისიც გაიფიქრეთ, რატომ აკეთებთ ამას, რა წინა ქმედება იყო იქ, წარსულში რა მოხდა, რომ ამას აკეთებთ და ასევე გაიხედეთ წინ, რა შედეგი მოყვება თქვენ ამ საქციელს. ანუ ვიმეორებ, ყურადღება მიაქციეთ თქვენ კარმას. კარმას და გემბერს ურთიერთობაზე რას გვეტყვით? ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, წყარო გევასი არის ბოდჰისატვას აღთქმის დადება. რა თქმა უნდა, თუ გინდა რომ იყო არჰატი, მაშინ არ უნდა აიღო ბოდჰისატვას აღქმა.
მაგრამ ის რომ აღარ ფიქრობ რომ ხარ ერთეული არ ნიშნავს რომ აი ეს სხვა ასე თქვათ არსებებისთვისაც უკვე თავისებულია. ამიტომ ვიღებ ჩვენ ბოდჰისატვას აღქმას. ლამა კითხვა მაქვს ვიზუალიზაცია, როდესაც აი გვთვლემს მედიტაციის დროს და ვახდეთ თეთრი ას ვიზუალიზაციას, თვალები ღია გვაქვსო დახუჭული. ღია, თვალები გაქვთ გახელილი. ზოგჯენის თითქმის ყველა პრაქტიკაში თვალები გაქვთ გახელილი. ტანტრულ პრაქტიკებში ხანდახან თვალები დახუჭულია. სუტრაიანაში ხშირად თვალები დახუჭული აქვთ. სხვა კითხვები. მე მაქვს იგივე კითხვა კიდევ. თუ გდამის შესახებ მინდა გკითხოთ. არის რაიმე პოზიცია, რომელშიც უნდა შევინარჩუნოთ ადამიანი, რომელიც თუ გდამშია იმ პოზიციაში, რომელშიც ის გარდაიცვალა, იქნება ეს მჯდომარე, ან მარჯვენა მხარეს მისი დაწოლა. შეიძლება ლამა მექსიკაში რამდენიმე სხვა სტუდენტთან ერთად მოგიწვიათ, რომ გავაკეთოთ აუთრებოდი რუშენდი. მარტინს რო ვკითხოთ, კი, შეგიძლია მარტინს დაუკავშირდა, იმიტომ რომ მას გაკეთებული აქვს მას ეს პრაქტიკას, რომ მარტინს დაესაუბრე, მაგრამ უახლოეს მომავალში არა. რამდენიმე წლის შემდეგ, იმიტომ რომ იცი რა ამას საკმაოდ დიდი ორგანიზება ჭირდება, ამიტომ გვჭირდება ადამიანები, ვინც გვეხმარებიან, მაგრამ ვინც რითრიც ეხმარება, უკვე გავლილი უნდა ქონდეს ეს პრაქტიკა. ანუ არის რაღაც კრიტერიუმები, ასე რომ ადვილი მოსაწყობი არ არის, მაგრამ გაესაუბრე მარტინს და დაგეგმეთ, მაგრამ რამდენიმე წელიწადში, იმიტომ რომ მე თვითონ ასევე ენერგია მჭირდება, რომ ეს გავაკეთო, ეს ძალიან სხვათა შორის ეს საიდუმლო პრაქტიკა არის, ანუ არავინ არ უზიარებს ერთმანეს თუ რა ხდება რითრიცის დროს, მაგრამ მარტის მაინც შეგიძლია დაელაპარაკო პრაქტიკულ საკითხებზე. ლამა კითხვა მაქვს, არ ვიცი პირადია თუ არა. თუ შეგიძლია თქვა, აქ თქვი, უჯობესია. შეიძლება ინდოეთში ცოპემაში წავიდე ისე რომ მარტო რითრითი გავაკეთო. კი შეგიძლია, მაგრამ სადაც ჩემი გამოქვაბულია, იქ ბევრი სხვა იოგები არის, ასე ვთქვათ, ბევრი ხალხია ახლა. უფრო მაღლა უნდა ახვიდე, რომ წყნარი ადგილი იპოვო. მე გეტყვი ადგილს და ასევე მოგცემ კონტაქტს, ვისაც შეგიძლია დაუკავშირდე ასეთი ადგილისთვის. და საჭმელზე და წყალზე რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც გამოქვაბულში ვართ? მე ვსვავ იქვე წყაროს წყალს და საჭმელი სოფლიდან არ მქონდა, საჭმელს აკეთებ ცეცხლზე. ანუ თქვენ ლამა იცოდით, ან ცეცხლს ანთებდით, ანუ ყველაფერი თქვენ აკეთებდით, ხო? ანუ უნდა გქონდეს რაღაც გამოცდილება, როგორ ავათო ცეცხლი, ხო? კი.
კი, უნდა შეგეძლოს ცეცხლის ანთება, უნდა შეგეძლოს ცეცხლზე აი ძალიან აი ესეთ მარტივ პირობებში საჭმლის გაკეთება და ასე შემდეგ რაღაცის აშენება შეიძლება დაგჭირდეს, ანუ რომ ის ხშირად გქონია აა ჩვენ ყავდა ერთ-ერთი გამოუცდელი იოგი, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა, იმიტომ რომ დიდი ლობიოების მოხარშოს ცდილობდა, არა და იქ შეუძლებელია ლობიოს მოხარშვა, უნდა მაგათად ლენტილს ეს მუხუდო წაიღოთ, ანუ უნდა იცოდეთ რა საჭმლის გაკეთება შეძლებთ იქ, იმიტომ რომ ეს ძალიან მაღლა არის მთაში. არის ასევე ესეთი ადგილები ნეპალში, მაგრამ რატომღაც მე ინდოეთში მინდა. რატომ გინდა მაინც და მაინც ინდოეთში? შეგიძლია მაშინ მოძებნო თვითონ ადგილები, არის სპეციალური ადგილები, სადაც იქირავებ ოთახს, შეგიძლია დაიქირავო ვიღაცა, ვინც თქვენთვის საჭმელს გაგიკეთებენ და მოგიტანენ, ანუ შეგიძლია. ანუ შეგიძლია ესეთი რაღაც გააკეთო, მაგრამ არ იცხოვრო მათთან, შენ უნდა იცხოვრობდე მოცილებით და მათ უნდა თქვათ მოქონდეთ საჭმელი, ან შენ მიდიოდე და იღებდე საჭმელს ყოველდღიურად. უნდა წახვიდე მოკლედ შენ თვითონ და ნახო ნახო როგორ გააკეთო ეს ყველაფერი. შეიძლება ევროპაშიც გავაკეთოთ, კი, რატომაც არა. კალიფორნიაში, კალიფორნიაშიც არის ცენტრები. კი, მაგრამ ისინი ძალიან ძვირია. ეს სტუდენტი ვერ შეძლებს მაგის გადახდას. იცი ვის გაისაუბრეთ? გილის. გილი თუ უყურებ ამას, როგორ დავაკავშირო შენ გილისთან? მოდი, მე მომწერე იმეილი და მე გილის დაგაკავშირებ. და გილი იცის ძალიან კარგად ძალიან კარგად იცის აი ესე როგორ მოიწყოს ხოლმე რიტრიტები. ახალგაზრდა არ არის, უკვე 20 წლის არ არის, გამოცდილია ასე ვთქვათ. აი ხა მაგალითად პერუშია და პერუში აკეთებს მაგას, არის მარტო რიტრიტში. კიდევ მაქვს შეკითხვა. ეს კითხვები სხვებისთვის ეს კითხვები სხვებსაც გაინტერესებთ. მე უფრო მეხმარება რომ მოთმინება ვავარჯიშო. კარგ, მე კიდევ ერთი კითხვა მითხარი. მე შე- მე შევნიშნე რომ ფორმალური რიტრიტის კეთების დროს სულ სხვა გამოცდილებები მაქვს ვიდრე ჩვეულებრივი პრაქტიკის დროს. და ძალიან მიჭირს ამ დროს ძალიან მიჭირს იმ ადამიანთა ურთიერთობა, როცა დავბრუნდები, ვისაც ვიცნობ. მოდი გასწავლ. ესე იგი, რიტრიტი გააკეთეთ, რიტრიტში უნდა შედიოდეთ და გამოდიოდეთ. შედიოდეთ და გამოდიოდეთ. იმიტომ თუ გრძელ ხანგრძლივ რიტრიტში ხართ, შეიძლება თავი მოიტყუოთ, რომ უკვე გასხივოსნებული ხართ, იმიტომ იქ არავინ ნერვებს არ გიშლით. მაგრამ როდესაც პარტნიორი ყავს, ოჯახის წევრები ყავს, თანამშრომლები ყავს, მაშინ თავს ვერ მოიტყუებთ თქვენ გასხივოსნების შესახებ, იმიტომ რომ ნერვებს მოგიშლიან, გაგახისიანებენ და მაშინ მიხვდები ზუსტად რა მდგომარეობაში ხარ.
ლამა მე რიტრიტში როცა ვარ, ხანდახან რიტრიტს ვაკეთებ ქალაქში, ჩემ ოთახში. მაგრამ ჩემ რუმეიტს ვერ ვეკონტაქტები, არ შემიძლია ურთიერთობა. არ სწორად აკეთებ. არ უნდა გააკეთოთ რიტრიტი ინტერაქციის გარეშე სხვა ადამიანებთან, თუ ეს მარტო რიტრიტია, გამოდით, გქონდეთ ურთიერთობა ადამიანებთან და შემდეგ ისევ შედით. ამას გაიმეორებთ ამ შესვლა გამოსვლას მანამ, სანამ რიტრიტში ხარ, თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. ლამა ჩემ შემთხვევაში ეს არ მუშაობს, იმიტომ რომ ძალიან რთული პირადი ურთიერთობები მაქვს. ურთიერთობები ყოველთვის რთულია. რთული ურთიერთობები საინტერესოა. მაგრამ მთავარი რიტრიტში წასვლა არის რომ უნდა წახვიდე და წამოხვიდე. იმიტომ რიტრიტში როდი ხარ, ასე ვთქვათ, აღფრთოვანებული ხართ, გაგვთელი ეს რეალიზაციები, რასაც ჩვენ ნიამებს ვეძახით, ანუ მედიტაციურ გამოცდილებას და შეიძლება გეგონოთ, რომ ყველაფერს ერთი გებო აქვს. მაგრამ ამისათვის არის საჭირო რომ უკან დაბრუნდეთ თქვენს, ოჯახთან, ყოველდღიურობაში ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობა. ანუ მხოლოდ რიტრიტში ყოფნა არ შეიძლება. მაგრამ ამავდროულად თუ საერთოდ არასოდეს არ მიდიხართ რიტრიტში, ეგ მეორე უკიდურესობა. იმიტომ რომ თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება ისე ხართ გართული, რომ საერთოდ ვერ შეძლოთ, თუნდაც ნიამებიც კი არ გქონდეთ. ანუ ისევ შუალედი არის მთავარი. ორივე გჭირდებათ მეც ამ რიტრიტში შესვლა, იქიდან გამოსვლა. რამდენი ხანი? ეს უკვე ინდივიდუალურია. მე მაგალითად თუ დიდხანს დავრჩები ხოლმე რიტრიტში, ხშირად სპეციალურად წამოსულ ვარ და ესეთ კონფლიქტურ სიტუაციაში ჩამისვამ საკუთარი თავი. ხანდახან თუ შევნიშნავ ჩემი სტუდენტი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ვუშვებ მას რიტრიტში, მაგრამ თუ შევნიშნავ სტუდენტს, რომელიც რიტრიტში უკვე ცოტა ზედმეტად დიდხანს რჩება, მაშინ იმას ვაგზავნი ხოლმე ქალაქში. ჩემი ოჯახის მე იმდენად რთული ურთიერთობა მაქვს, ახლა ვისთანაც ვცხოვრობ, ვფიქრობ ჩემ ოჯახის ჩემ მშობლების სახლში წავიდე ლოს-ანჯელესში და იქ გავაკეთო რიტრიტი. კი, შეგიძლია, ნახე, აიღე ისევე კარავი და შენი მშობლების სახლთან კარავში იცხოვრე, თუ გამოვა. მაგრამ გახსოვდეს, უნდა შეხვიდე, გამოხვიდე რიტრიტიდან, შეხვიდე, გამოხვიდე. იმიტომ რომ ამას თუ გაიმეორებ, მიხვდები რა არის ის, რაც არ იცვლება რიტრიტში და რიტრიტს გარეთ. აი ეგ უნდა იპოვო. შეიძლება რომ ვთქვათ ნათესავებს ვეკონტაქტო რიტრიტში, ან წავიდე ნათესავების სახლში ვიცხოვრო და იმათ ვეკონტაქტო, ანუ თუ იმათთან შემიძლია ურთიერთობა. არა აქვს აი ამ დეტალებს მნიშვნელობა. თუ რიტრიტში შედიხარ და ეს მარტო უნდა გააკეთოს, მაშინ მარტო პრაქტიკებს აკეთებ, ასე ვთქვათ, მარტო, მაშინ არ უნდა ეკონტაქტო არავის. მაგრამ ვიმეორებ, უნდა გამოხვიდე და დაეკონტაქტო შენ ოჯახს, ნათესაობსაც, მეგობრებსაც, რომ მიხვდე რა მდგომარეობაში ხარ. მე ძალიან ბევრი ნიამი მაქვს ლამა რიტრიტში და რიტრიტის გარეთაც. რა პრაქტიკებს აკეთებ? და რა ნიამები გაქვს? მე მქონდა ნიამები
ნიემები მქონდა ჩვეულებრივ ცხოვრებაში და რომ შევედი რიტრიტში, რეალურად ეს გამოცდილებები შეწყდა, რომ მე პირიქით დამემართალ ამა. ცოტა მიჭირს აგიხსნათ ახლა, იმიტომ რომ ძალიან ჩახლართული სიტუაცია. არა, ეხა რასაც რასაც მიყვები, შენ არ თულებ ისტორიას. მე გისვამ კითხვას. რა არ იცვლება რიტრიტში და რიტრიტს გარეთ? რა არის, რაც არ იცვლება? იმიტომ რომ ყველაფერს ასეთ შენ მიყვები, ეს არის რაღაც ისტორიები, ამბები, რომლებსაც შენ საკუთარ თავს უყვები რიტრიტზე, უყვები შენ ოჯახზე. ანუ იმისთან მიუხედავად რა პრაქტიკას აირჩევ, იმისთან მიუხედავად რა პრაქტიკას აკეთებ და რა ისტორიას უყურებ ისტორიას უყვები საკუთარ თავს ამ პრაქტიკების შესახებ, ამ ყველაფრის მიუხედავად უნდა იპოვო, რა არის ის, რაც არ იცვლება რიტრიტში და რიტრიტს გარეთ. არის სხვა კითხვები? Online გვაქვს შეკითხვები. როგორ ავარიდოთ თავი, აი ესე თქვათ, პრაქტიკის კონცეპტუალიზაციას? ვერ შეაჩერებ მაგას, მაგრამ უბრალოდ არ დაიჯერო. იმიტომ რომ თუ ცდილობ, რომ რაღაცასგან თავი შეიკავო, ეგ არის რომ რეალურად შენ ენერგიის ინვესტირებას ახდენ ამაში, იმიტომ რომ ცდილობ, რომ რაღაცისგან თავი შეიკავო. არა, პირიქით პასუხი არის, რომ არ დაიჯერო, აცადომას. თითოეული თქვენთაგანი გააკეთებს ამას, რომ მოუყვებით თქვენს პრაქტიკაზე საკუთარ თავს ამბებს, არა უშავს. არ მოусმინოთ, არ დაუჯეროთ ამ ფიქრებს. შემდეგი კითხვა, შეიძლება ტრეკჩო გავაკეთო რიტრიტში ყოველდღიურად, იმიტომ რომ მე ტრეკჩოს ისედაც ყოველდღიურად ვაკეთებ და არა. ეგ ყოველდღიური პრაქტიკა, ანუ ტრეკჩოს კეთება ყოველდღიური პრაქტიკა. არის ისეთი კითხვა, რომელიც ხობსას დაინტერესებს? თქვენ ლამა ეხლა რა პრაქტიკები თითებიც მოგვეცით პირველ და მეორე შეხვედრაზე, არის ყველაფერი ბალიშზე, სამედიტაციო ბალიშზე რა გავაკეთოთ, როდესაც არ მედიტირებთ. გარაბ დორჯეს მეორე სიტყვა, გომი. ბალიშზე სწავლობ მოდუნებას, მოშვებას, გონების გაშლას. ყოველდღიურ ცხოვრებაში იგივეა, მაგრამ თქვენ ამის მცდელობას ამას არ ცდილობთ, არ ხდებით სპეციალურად იმისათვის, რომ ტრეკშო გააკეთოთ. მაგრამ მაინც ასე მყისიერ წამიერად შეხედავთ თავს. ეს არ უნდა შეეცადოთ დღის განმავლობაში აი ეს მყისიერი მზერის შევლება ხელოვნურად გაახანგრძლივოთ. მე როდესაც პრაქტიკას ვიწყებ, ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში ირევა. ან პრობლემები მაქვს ჩამრთელობაზე, ყველაფერთან. რა პრაქტიკას ასრულებ? მე ვაკეთებდი მედიცინის ბუდას და ტარას. ვაკეთებდი ჯგუფთან ერთად და ცალკეც. ანუ ჩვეულებრივ ტანტრას აკეთებდი. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, დავანებე პლანის მოწევას თავი.
ყველაფერი მართლა ძალიან კარგად მივიდა, კარგად გრძნობდი. თავს და მერე უცებ ყველაფერი აირია. ამას ახლა ასეთი კავშირი არ აქვს. პრაქტიკა ხანდახან აჩქარებს პროცესებს. კი, შეიძლება დააჩქაროს პროცესები. მე არა, ნუ მომიყვები დეტალებს. თავარი რაც შემიძლია გითხრა, რომ აი ეს რაც მოხდა შენ ცხოვრებაში შეიძლება უარესად ყოფილიყო. ასევე, როდესაც პრაქტიკას იწყებ, ის აჩქარებს, ასე ვთქვათ, კარმის მომწიფებას. ამ შემთხვევაში სხვა პრაქტიკა შემიძლია გირჩიო. ოსელჩანმო არა. შენ სხვა ტარა უნდა აირჩიო, არა მწვანე ტარა. მე გირჩევ გააკეთო 21 ტარას პრაქტიკა. მე ვაკეთებდი 21 ტარას ცეკვას, ეს იყო პრაქტიკის სახელი. ხედავ. ხედავ. ზედმეტად საკუთარ თავზე ფოკუსირებას ხედავ. გააკეთე ზედმეტად ხარ დაინტერესებული შენი მდგომარეობით. აი, იქნება ეცადო ცოტა მოდუნდე მანდ და გაუშვა და სხვებისათვის გააკეთოს პრაქტიკა. ხო, მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს. მაგალითად ფულთან. კაი, მოდი ჩემი ცხოვრებიდან გეტყვი. პირველად, როდესაც ფული გამითავდა და არ მქონდა, რამდენიმე დღეში ვიღაცამ მკითხა, რომ როგორ ცხოვრობ უფულოდო. და იცი რა ვისწავლე, როდესაც ჩემი ბოლო რუპი დავხარჯე და არ მქონდა არანაირი ფული, მივხვდი რომ მე ისევ სუნთქავდი და ისევ არსებობდი. კი, გადადიხარ თვითგადარჩენის ეს იყო ჩემი რეალიზება, რომ ფული არ მქონდა, მაგრამ ცოცხალი ვიყავი. მაგრამ შენ როგორ გირჩიო, არ ვიცი, რომ ფოკუსი გადაიტანო გარეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ყურადღება არ მიაქციო, შიმშილით მოკლა, ანუ ისევ შუალედი უნდა შეინარჩუნო, ანუ არც უნდა იყო ობსესიურად შეპყრობილი საკუთარი თავით და არც უნდა დაიკიდო ფეხებზე საკუთარი თავი. შუალედია საჭირო. მე მინდა შენ იპოვო აი ეს შუალედი, რომ იფიქროს სხვებზე და იფიქროს საკუთარ თავზე და აი ეს ტარას პრაქტიკა არ მგონია მუშაობს შენთვის. მოდი შენ რეზიგის პრაქტიკას წადე. მე ასევე სიზმრის იოგის ჯგუფში ვარ, დარჩე იქ. კი, დარჩი მაგ ჯგუფში, მაგრამ აიღე შენ რეზიგის პრაქტიკა. შენ რეზიგმა შეიძლება მოადუნოს რაღაცები და შეამსუბუქოს. მაგრამ მოდი მე გირჩევ, ცოტა ხანი ტარა შეცვალე და გადადი შენ რეზიგზე. სხვა კითხვა? ლამა ჯგუფებზე გაიმეორეთ ვებსაიტზე, ანუ ორი ტიპის ჯგუფი არის სწავლების ჯგუფები და პრაქტიკის ჯგუფები. სწავლების ჯგუფი არის ჩემთან შეხვედრა და მხოლოდ ერთი უნდა აირჩიოთ და არის პრაქტიკის ჯგუფები, რომლებსაც სტუდენტები მართავენ და იქ რამდენშიც გინდა იმეში იმონაწილეოთ.
ლამა მე რომელ ჯგუფში ვარ არ ვიცი. არც მე არ ვიცი, მაგრამ ხედავ ხოლმე ეკრანზე ასე რომ რომელიღაცაში ხარ. მე გავლილი მაქვს რით-რითი თქვენთან, ემოციებთან მუშაობა. შემიძლია შევუერთე ამ პრაქტიკის ჯგუფს? კი, რამდენსაც გინდა. თუ გავლილი გაქვს შევერთი მაგ ჯგუფს, არის ასევე ჩემ რეზიგი, შენ მიღებული გაქვს შენ რეზიგის სწავლებად, შედი ჩემ რეზიგში. კურიკულეში შეგიძლია, იმიტომ რომ კურიკულე მიღებული გაქვს, პურბად შეგიძლია, იმიტომ რომ მიღებული გაქვს ეს სამივე, ხო? ანუ ტანტრაში სამი ჯგუფი გვაქვს. ასევე ასევე გვაქვს მაჰამუდრას პრაქტიკის ჯგუფი, სადაც შინეს ობიექტის გარეშე ვარჯიშობენ. აი აქ ერთ-ერთი სტუდენტი ამბობდა, როგორ უჭირს მეც იგივე პრობლემა მქონდა და გადავედი უფრო იაფასიან, ანუ იაფ ქვეყანაში. ხო, შენ მექსიკაში ცხოვრობ. კი, ასე მარტივადაც ვერ ვიტყვით, ხო, გააჩნია რა შემოსავალი გაქვს აცხოვრობ. შეიძლება ამ სტუდენტისთვის ეგ არ იყოს ყველაზე კარგი გამოსავალი. ლამათ თქვენ ბევრი საუბრეთ ჩვენ ბაიომზე, ის რომ ჩვენ ერთეული არა ვართ, რომ ნაკრებივად ნიშნავს, რომ არ გვაქვს თავისუფალი ნება. ასე ვერ ვიტყვით, გაქვთ და თან არ გაქვთ. ისე ვიმეორებ შუალედი. შემდეგი კითხვა, აი შენ უკან. მე პრაქტიკაში მაქვს აი ესეთი, რომ დავიწყებ ხოლმე, მე მინდა რომ ვარჯიშობ, კარგად მიდის და მე რაღაცნაირად ბეზრდება და ვხედავ, რომ ვგრძნობ, რომ ვაიძულებ თავს პრაქტიკას. ეგ გასაგებია, ბევრს ემართება. ძალიან ნუ დააძალებ საკუთარ თავს, მაგრამ ასევე ნუ დაიკიდებ პრაქტიკას. ისე ვიმეორებ, იპოვე შუალედი, შუაგზა. მთელი ეს სწავლება არის, რომ გასწავლოთ შუალედის პოვნა, რომ აი ამ რადიკალურ პოზიციებში არ ვარდებოდეთ, ამ ექსტრემალურ პოზიციებში არ ვარდებოდეთ. მეც მემართება თუ ბევრს ვასწავლი, მეც ვიღლები და აღარ მიშემილია ხოლმე, არაფერი არ მინდა დარმასთან მქონდეს, არაფერი არ მინდა დარმაზე ვისაუბრო. ხდება? კი. არაფერი. რა უნდა ვქნა? უნდა დავისვენო. გავაკეთო რაღაცა სხვა და ისევ ვასწავლი. არის ხანდახან ჩემ სტუდენტებს მე თვითონ ვეუბნები, რომ პრაქტიკა შეწყვიტონ, წავიდონ და დაისვენონ სადმე. იმიტომ ეს ნიშნავს, რომ ისინი ძალიან ცდილობენ პრაქტიკას და მე ამას უკვე შედეგი გამოაქვს. ასევე ჩემ თავზე. ასევე საკუთარ მე მაგალითად, როდესაც გასწავლით, როგორც აუტისტი ადამიანისთვის, ჩემთვის რეალურად რთულია ჯგუფისთვის სწავლის მიცემა და ვიღლები ხოლმე და ვგრძნობ, რომ შებოჭილობა, ასე თქვათ, იბადება. და მაშინ ხვდები, რომ უნდა დავისვენო. როცა იგივე გექნება, წადი, ნახე ფილმი, წაიკითხე წიგნი, განიტვირთე და დაუბრუნდი პრაქტიკას. მაგრამ ისევ
ისევ გიმეორებ. უნდა იპოვო შუალედი, იმის შორის რომ საკმარის პრაქტიკას არ აკეთებ, ვიდრე ზედმეტად ბევრ პრაქტიკას აკეთებ. როგორ იპოვე ბალანსი? აქეთ-იქით მოძრაობ, აქეთ-იქით მოძრაობ, იხრები აქეთ-იქით, იმიტომ რომ ეს ერთი პოზიცია არ არის, რომელსაც შეინარჩუნებ, ეს არის დინამიური ბალანსი. როდესაც შენიშნავ იმას, რაც არ მოძრაობს, ასევე იმას, რაც მოძრაობს. შენიშნავ, რომ ისინი ასევე იმას შენიშნავ, რომ ისინი ერთმანეთისაგან განსხვავებული არ არის. აი, მიხვდები, რას გულისხმობ დინამიურ ბალანსში. გასაგებად გითხარი? ბოლო კითხვები, აბა, სანამ დავასრულებთ. ხელს მიქნევ თუ კითხვა გინდა? ხშირად მაქვს რომ ყველაფერი ასე ვთქვათ სრულყოფილია და არ მაქვს სურმილი რამე ვიცოდე რამე გავაკეთო. მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ შეიძლება აი ეს შეგრძნება უბრალოდ გაქრეს. იმიტომ რომ ეჭიდები მაგ მდგომარეობას, მაგ ყველაფრის ცოდნის სრულყოფილების შეგრძნების მდგომარეობას, იმიტომ რომ მოგწონს. მახალებს ბოდიში. წყალი დევს აქვე, არა წყალი არ მჭირდება. რა მაქვს უნდა სპეციალური ყელის აბიდავლიო, საწუწნი აბიდავლიო. დღეს ჩვენ გვქონდა 4 სხვადასხვა ტიპის გადმოცემა. იყო ეს ტელეპათიური, იყო ეს სიმბოლური, სიტყვებით ასე შემდეგ. ზოგიერთ თქვენთაგას მოუნდება აი ამ მდგომარეობის შენარჩუნება, შეიძლება სულ აქ ვიყო, შეიძლება სულ ასე ვიგრძნო თავი. ეგ შეუძლებელია. აი ეს შეგრძნებები, რაც მოდის და გონია, რომ იკარგება, ეს არ ნიშნავს, რომ შენ კარგავ მას. აი როგორც შვილი და დედა სინათლე. შეიძლება შვილი გაქრეს, მაგრამ დედა ყოველთვის იქ არის, დედა სინათლე ყოველთვის იქ არის. მაგრამ ეს დედა სინათლე ყოველთვის შიგნით არის. შიგნით ცუდი სიტყვა, იმიტომ ეს არც შიგნით არის, არც გარეთ არის, მაგრამ შენში თანდაყოლილია. თავიდან უნდა შეძლო იმის გარჩევა, რომ დედა სინათლე და შვილის სინათლე ერთი და ჯერჯერობით პირველად უნდა შენიშნო ისინი ცალ-ცალკეა, შემდეგ უნდა შენიშნო რომ ისინი ერთია. შვილის სინათლე ვეძახით იმას, რაც მოდის და მიდის. აი ეს შეგრძნებები, რომლებიც მოგწონს, იცვლება. მაგრამ ეს ორი ნაბიჯი ჯერ განასხვავო, რა მოძრაობს და რა არ იცვლება. შემდეგი შეიმეცნო ის, რომ რაც მოძრაობს, მეორე ეტაპია, შეიმეცნო, რომ ის, რაც მოძრაობს და არ მოძრაობს, ერთი და იგივეა.
ამის შემდეგ მოდის მესამე, რომ რა მოძრაობს ამ არამოძრაობაში და რა არ მოძრაობს მოძრაობაში, მაგრამ ეგ მესამე ეტაპი. ამ ეტაპზე შენ უნდა განასხვავო რა მოძრაობს, რა იცვლება და რა არ იცვლება. გასაგებია? უნდა შევწყვიტო, იმიტომ რომ უკვე მიჭირს საუბარი. Sala Gopashu. We are complete. დავასრულეთ. ლამა შეიძლება თქვენი ხანგრძლივი სიცოცხლისთვის ლოცვა ერთად ვთქვათ. Of the children of the knowledge holders, the chief is the supreme Ekadrati, whose sun shines like activity to pervade in everyone.